პროდასავლური ოპოზიციის ალიანსი შედგა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ 9 პოლიტიკური პარტია ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმდა. ესენი არიან ახალი დროა, გირჩიმეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო და თავისუფლების მოედანი. ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან კომენტარები გააკეთეს. ჩვენ ვქმნით არა საკონსულტაციო ფორმატს, არამედ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის, კვლავ ხაზგასმულად ვიტყვით, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის, ჩვენ ვთანხმდებით ერთიან მიმართულებაზე, ერთიან მოქმედებებზე, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებზე, არ ვქმნით რაღაცა ერთიან სიას, რომ სხვებიც გამოვლენ, მე არ მიმაჩნია, რომ წარმატებას ვერ მივახციეთ, მით უმეტეს იმედმა და პოზიტივიმ უნდა იცოდეს ჩვენი წარმატებების შესახებ. ბევრი განსაკუთრებით ბოლო დღეებია. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც შეძლო ერთად დგომა. ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი, ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ არსებობს ჩვენს შორის განსხვავებები, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ სწორედ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას. ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა, არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა, ერთნაირობის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე, ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს გადავაქცევთ ჩვენ ძალად. ჩვენ ვაპირებთ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ახლა შედგა ალტერნატივა. აქცია მიდის, დასანქცირებულები აგერხართ. მინდა ასევე შემოგვიერთდება. ყველა შემოგვიერთდება. ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა. ის რაც გვიშლის ხელს არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, ოცნების წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან. ამიტომ ჩვენი გზავნილია ერთიანობა, რაც შეეხება, ბოდიში, ნუ მიშლით ხელს, თუ შეიძლება მომესმენთ, ნუ ნერვიულოთ, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, თქვენთვის მათ შორის ტელეკომპანია იმედისთვისაც, მათ შორის თქვენთვისაც, ყველასთვის, პოსტივისთვისაც და ყველასთვის, ვინც აქ ხართ, მე არ გარჩევთ. თქვენ ჩემთვის ხართ, ჩემი თანამემამულეები და საქართველოს მოქალაქეები. ყველასთვის მივაღწევთ გამარჯვებას. ოპოზიციის ალიანსის წევრი პარტიები ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ისე როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე. მე მინდა უცბად მადლობა გადაუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომელიც ახლა ამ ოთახში არის. ძირითადად მათი ნამუშევარია ის დოკუმენტი, რომელიც საჯარო დაიდო უკვე, მაშინ როდესაც რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით, ამიტომ დიდი შრომა აქვს ჩადებული. მე მინდა რომ ყველამ ჩვენ მათ შორის იმ პარტიებმა, რომლებიც უკან არიან ოთახში, ერთად ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვანი დღეს და იქცეს ისტორიულ დღეს, რომელთაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას. თავისუფლების მოედანი იმედით უყურებს ამ შეთანხმებას. ეს არის უნიკალური შეთანხმება, იმიტომ რომ დიამეტრალურად განსხვავებული წარსულის მქონე პარტიები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე, შეიკრიბნენ, მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოსთვის, რომელსაც ოპოზიციის ალიანსი ქვია და ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელში დგას, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა, იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი. მრავალფეროვნება პარტიების და მათ შორის ბუნებრივია ევროპული საქართველოს და სხვა პარტიები იყო ჩართული ამ პროცესში. ეს მრავალფეროვნება ამავე დროს არის სიძლიერე, ეს არის დაკვეთა
და სურვილი იმ ადამიანების, ვინც უკვე ამდენი ხანია არის პროტესტში, იმისაც რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილება იყოს და მე ვფიქრობ, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს შეთანხმდნენ ურთიერთობის პრინციპებზე, მოქმედების პრინციპებზე, სტრატეგიაზე და ყველაზე მთავარი ბუნებრივი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი და ის ვითარება, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, გამოვიყენოთ თუნდაც გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც არის სწორად. ჩვენ ვქნით სანდო ალტერნატივას პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, გულისხმობ ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას, პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას. მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, მათ ვინც თავისი პერსონალური ამოცანები გაწია უკან და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები წამოწია წინა პლანზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ ალიანსის, ოპოზიციის ალიანსის კარი არის ღია ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ოპოზიციის ალიანსი შედგა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს სწორედ ოპოზიციის ერთიანობის ეშინია. ჩვენი ალიანსი უკვე დასახა სტრატეგიული გეგმები, რომელსაც უახლოეს ხანებში გავაცნობ საზოგადოებას და ის ტაქტიკური ნაბიჯები, რომელსაც გავიწყოთ მოქმედებას. ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ ერთობას არ უერთდებიან ლელო და გახარია საქართველოსთვის. ისინი ამბობენ, რომ მათი ბრძოლის გზა განსხვავებულია. ეს არის ორგანული გაერთიანება რამოდენიმე პარტიისა და რეალურად ჩვენ ვიღებთ აღდგენილ ნაციონალურ მოძრაობას. ეს ალბათ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არის ბუნებრივი და არის ორგანული. რაც შეეხება რატომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რომ რატომ არ უნდა ლელოს რომ რაღაც ერთიმთლიანი იყოს, მე ვფიქრობ, რომ არჩევნების მთავარი ხიბლი არის არჩევანის თავისუფლებაში და ჩვენ ოპოზიციურ ველზე ამომრჩეველსაც უნდა მივცეთ არჩევნების საშუალება. არჩევანის საშუალება. ვიღაცას ძალიან არ მოწონს ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება ძალიან არ მოწონს ლელო, ან კიდევ ვიღაცა. ერთმანეთის გულისთვის ჩვენ ასეთი ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ. მათ საზოგადოებას კეთილნებ უნდა აუხსნან პირველ რიგში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საიდან მიიღეს ათობით მილიონი ლარი თუ დოლარი, რითაც აწარმოეს მათ ფაქტიურად საარჩევნო კამპანია. ამის შემდეგ რატო გამოუცხადეს ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს, რატომ და როგორ გააკეთეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარის დაანონსება. დანარჩენი ნამდვილად არ გვაინტერესებს, ეს პარტიები ერთმანეთთან გაერთიანდებიან, კიდევ დაიშლებიან, არანაირი კავშირი, არანაირი ერთობა და ურთიერთობა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან, ყოფილ ნაცებთან, ახალ ნაცებთან, მოქმედ ნაცებთან არ გვიქნება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია ერთიანდება, ქართულმა ოცნებამ ერთობის დისკრედიტაცია მყისიერად დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელები ამბობენ, რომ ოპოზიციონერები გარე დავალებების მიხედვით მოქმედებენ. აგენტურის ბედი ერთია, ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ წარმატების მოპოვება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მათ პატრონებს ახლა უნდათ გაუერთიანებიათ და უნდათ დაუშლიათ დავითი აგენტურა. აგენტს არასდროს არ ექნება ქართული ხალხის მხარდაჭერა და მათი ეს ეგრეთ წოდებული აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვახსოვს წინარე პერიოდი ყოველ ორშაბათს ახალ გეგმას რომ გვაცნობდნენ, გახსოვთ ხო? ეხლა დღეს ორშაბათია, ხო? ორშაბათს ახალი ორშაბათი დადგა და ახალი გეგმა აქვს. დაველოდოთ ბევრი ორშაბათი იქნება და ბევრი ახალი გეგმა იქნება. ჩვენ ისე ვამბობთ, რომ ნულს რო ნული მიუმატო, ვერანაირ თელ რიცხვს ვერ მიიღებ. პროდასავლური ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას მიესალმება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს შეკითხვა დღეს მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. მე ვრჩები ერთგული იმ წამოწყების, რომელიც მერე გადაიქმნა ქარტიაც და რომელსაც ყველა მოაწერა ხელი. დღეს როგორც არასოდეს გვჭირდება ამ ტიპის ერთობას. ყველა ხას უსვამს, რომ ეს არ არის ერთიანობა ცხადია, არავინ არ გადაიქცევა ეხლა ერთ პარტიად და არავის არ ჭირდება ერთპარტიული რამე ფორმის ერთიანობა და გაერთიანება. ამ საზოგადოების ერთობას ჭირდება პარტიების ერთობა, ჭირდება ასევე იმ აქტივისტების, იმ პროტესტის ხალხის, აქ ეს 11 რაინდი არიან პირველ რიგში სწორედ სათავეში ამ მოძრაობის და
ყველა ვინც არის ჩართული ამ მოძრაობაში. ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ერთობა, რომელიც დაისახავს მიზნად ცვლილებას. ოპოზიციის ალიანსის მიზანი უწყვეტი პროევროპული პროტესტის მოთხოვნების შესაბამისია, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და სამართლიანი არჩევნების მოპოვებას გულისხმობს.